მაინც ვერ შეკარი და ვერ შევკარი და მაგითო გაწყვეტ. ბოლომდე ვერ შევკარი ის რომ მე ვაკეთებ რამის introduction-ს თქვენთან, რომ გეუბნებით რომ ანუ ეხა რასაც გავდივართ ეს არის ექსპერიმენტს ვატარებთ AI ჟენიალთან დაკავშირებით, რომ რამდენად შეგვიძლია ჩვენ რომ არსებული რესურსები ჟენიალს რაც აქვს ის ოპტიმალურად, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უბრალოდ ჩვენ ვაკეთებ მეორე მეთოდით, ხო? და ამ ექსპერიმენტში მოკლედ ორი ჯგუფი ვართ ჩართული, A და B. A ჯგუფი თავის დავალებას ექსპერიმენტის ფარგლებში ასრულებს იმ მიმართულებით, რომ მოცემული აქვს ტექსტი და მარტივად ეუბნება ჟენიალს, რომ გამიმარტივე ტექსტი და ჩვენ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვცადოთ რომ პრომპტის საშუალებით გავამარტივოთ ეს ტექსტი და მე შევადაროთ სად უკეთეს შედეგს მივიღებთ. შეგვიძლია ვრცელი პრომპტი უნდა მივწეროთ, ხო და არა მოკლედ რომ ანუ არ A ჯგუფი მარტივ წინადადებას მიწერს, ჩააგდებს ტექსტს და ეტყვის რომ გამიმარტივე ტექსტი დავალებას აცნობს. კი, მარტივ დავალებას. და ჩვენ უფრო ჩაშლილად პრომპტის საშუალებით შევხედავთ საბოლოო ჯამში შედეგებს შევადარებთ ერთმანეთს, რომელი ჯგუფის შედეგი იყო უკეთესი. ეს არის ტექსტი? რომელ ჯგუფს გასცემს უკეთესად პასუხს, ანუ დავალებას უკეთესად როგორ? ანუ რა სტილით ჯობია AI-სთან მუშაობა, პრომპტების გამოყენებით თუ შედეგად შენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში მე რომ ლაპარაკობ უყურეთ ეხლა შენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში რა დაამბობ იცი რეპეტიციით რომ შენთვის ტექსტი გაიჯენდა მე გადაგებულოს ვიქნებ ბოდიშებს გამოსავალს შენ შეგვიძლია თქვა ხო მაგრამ რა თქმა უნდა აქ უნდა გვესმოდეს ლიმიტაცია ამ ექსპერიმენტის რომ ამითი AI მოდელი უკეთესი არ გახდება სად დაიჭირა ნახე რა ნიჭია ხო რაც თქვი ეს ძალიან მიდი გამეორე ხო ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს უბრალოდ რომ ამითი AI მოდელი არ გამოჯობესდება უბრალოდ ჩვენ შევისწავლით ჩვენ უბრალოდ უფრო ეფექტურად გამოყენება შევისწავლით ამით რომ რადგან ზუსტადაც რომ ქართული ენა რადგან არ არის იმდენად როგორც თქვა ირაკლიმ ინგლისური როგორც ინგლისური გაჟღენთილი ინტერნეტში თუ როგორ თქვა ხო AI არ არის გაჟღენთილი ქართული ტექსტები კი ბატონო ხო ზოგადად ციფრულ სამყაროში ლიმიტირებულად არის ქართული ენა ამიტომ კიდე უფრო გამოჩნდება სხვაობა, ასე ვთქვათ, პრომპტის სწორად და არასწორად დაწერას შორის, რადგან ხო, რაც უფრო ფორმულირებას კარგად გაუკეთებ, ალბათ პრომპტს ქართულ ენაზე უფრო შეიგრძნობა სხვაობა AI-ის პასუხს შორის. ექსპერიმენტის მიზანიც ეს არის, რომ უბრალოდ განსაზღვროთ, რომ არსებობს რაღაც ინსტრუმენტები, რის მიხედვითაც შეგვიძლია რომ უკეთესად გამოვიყენოთ AI-ის მთელი პოტენციალი, რაც აქვს. ხო, ბოლტექსტი უფრო ინსტრუმენტები არა, არსებობს რაღაცა შეგვიძლია ბოდიში. შეგვიძლია ინგლისურად გასწავლოთ რაღაცა workflow, best practice workflow, შეგვიძლია თქვენ რაღაც best practice workflow. ინგლისურად ამით ამას რა. workflow. Best practice workflow. არა, business as usual operation, როგორც გინდა BA, რომ თუ გაყვები, ყოველთვის იღებს სტაბილურად კარგ შედეგს. და აი არინერვიულა, რაც გააკეთე, არა 99% იმისი რაც გვინდა. აი საოცრად გააკეთეთ, აი იგივეს ვაკეთებ, აბა ნახე, ყველა რო ისაუბრებთ, მე გეტყვით ახლა რა დამაკლდა. მე და რო ლაპარაკობდით და არ იყო ინტერაქშენი. არა, ინტერაქშენსაც დავამატებთ ამას, ეს ძალიან ნახავ რა, ინტერაქშენს ეს. არ გავიდეთ. არა. ეს ორი ჩვენი რომ დატესტა. ინტერაქშენი როცა იქნებიც რაც არ გავაკეთეთ? აი როდესაც შეკითხებს ჩამოყრის მე ხო? მაგალითად როგორ აჭმევს ჟენიალს თუ როგორ აჭმევს ჟენიალს? მე როგორ კითხო პირველ შეკითხვა გეგეთი. არის მე რა როლი მაქვს მე? და ალბათ ჩავწეროთ და ის მანუალს რომ როლი აქვს რომ ისა ხარ რედაქტორი. რაც წეს თუ წერია. და ქართულ ენაზე უნდა დაწერო მარტივად გასაგები ტექსტით რა, როგორ შეყავს ეს. მეორე შეკითხვა არის ეს. აი ესე თვითონ გეკნება შეკითხვის პასუხის გაცემის უკრა. ლევოც ხა ვაცალთ რაღაც დეტალები აკრიფ. ეს მაინც ინგლისურად უნდა იყოს, ისე? იცი რა, ხო. ქართული ვერსია არ იქნება, ხო? არა, ქართული ვერსია არ იქნება და ასე. ან ჩავთვალოთ რომ გაკეთებული იყო პირველ ნაწილში. რა ჩავთვალოთ რომ გაკეთებული იყო, ნაწილობრივ კი. უბრალოდ რატომ რეალი ტექსტი უნდა მივწერო? შენ როცა საუბრობდი, ლევანი მართლა, ანუ ხო არ მოგატყუა, მართლა კადრებს იღებდა. ერთადერთი როგორ სინქრონი გვაქვს ცოტათი არა თო დანარჩენი რეალურად რაც გითხარით ის გავაკეთეთ, ხო? თქვენს მოჭრილებს ჩვენს კადრები ავაკეთეთ.
როგორ დავიწყე? რამე აკეთე რამანო? რამე აკეთე ნებისმიერ რაღაცა. ეს წამით? მე გავაკეთე ექსპერიმენტს, ვაკეთებ ექსპერიმენტს, ჟენიალის. შეგინე მაცხელის გადახედე, მიდი მალო. რამე აკეთე ნებისმიერ რაღაცა არ ჩანს რა აკეთე. უბრალოდ აკეთე ორი ხელი მიდი. აჰა. ჩემ თავს ხარი გავიგე უბრალოდ. ეხლა მეორე გამოვიდა სიმფონი იყოს გამოდადა შეგვიძლია სადაც აკეთებდა და თუ მიიღებს თიმისთვის სადაც დავალების და სადაც აკეთებდა შეიძლება ოფისში ზედა იყო და მე წეგანი იყო რომ ერთ მხარეს არა კარგი 3 2 1 მუშაობთ ეხლა ვიწერთ მათესთვის მონტაჟისთვის ეხლა ვიწერთ ჯგუფი B მოგვიყვება რა დავალება აქვს და დავიწყებთ ამის გადაწერას მაგრამ 3 2 1 მუშაობთ ანუ ხას ვიწერთ ეხლა ყველაფერს ვიწერთ კარგი კიდევ ერთხელ კარგი მოკლედ მეგობრებო დღეს ვატარებთ ექსპერიმენტს ჟენიალთან დაკავშირებით და ამ ექსპერიმენტის მთავარი მისია გავარკვიოთ best practice-ი workflow როგორ მუშაობს AI ამ ექსპერიმენტში ჩართულია ორი ჯგუფი A და B. ჩვენ გვაქვს მოცემული რთული ტექსტი და დავალება არის რომ ეს ტექსტი გავამარტივოთ. A ჯგუფის მისია არის რომ უბრალო მარტივი ტექსტი მიწეროს ჟენიალს და სთხოვოს ტექსტის გამარტივება და B ჯგუფის დავალება არის ის რომ ეს ტექსტი პრომპტის საშუალებით გავამარტივოთ. ანუ გამოვიყენოთ სპეციალური ტექნიკა, პრომპტი, რომლის საშუალებითაც ტექსტს გამარტივებულს მივიღებთ და საბოლოო ჯამში უნდა შევატაროთ ერთმანეთს A ჯგუფის მიერ მიღებული შედეგი და B ჯგუფის მიერ მიღებული შედეგი. როგორ უკეთესად მუშაობს AI? რამე შეკითხვები თუ გაქვთ? როგორ შეიძლება გაიგოთ? ხო, მოკლედ როგორც გავიგე, ჩვენი მიზანი არის რომ ვისწავლოთ მით უმეტეს ქართულ ენაზე, ხო? რადგან ქართული ენა როგორც წერენ თქვით, ცოტა მონაცემები ციფრულ სამყაროში ლიმიტირებულია. ასე ვთქვათ, ჟენიალის ფუნქციონალი მაქსიმალურად ეფექტურად როგორ გამოვიხადოთ, ხო? შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ექსპერიმენტი სწორად აჩვენებს კარგი ფორმულირებით პრომპტის დაწერას რამხელა განსხვავება და მნიშვნელობა აქვს. ხო, ასე რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც უფრო რთულ დავალებას ვასრულებთ. ხო. მაგრამ შეიძლება უკეთესი შედეგი მივიღოთ და ვნახოთ ექსპერიმენტის ბოლოს გამოჩნდება შედარების შემდეგ. მან ახლა შენ შეგიძლია თქვა რომ მე უკვე გავამზადე წინასწარ პრომპტი, რომელიც გავამზადებინე ჟენიალისთვის და აბა მოდი როგორ გამოვიზამეთ და ჯერ გავაცნოთ როლი და მე მივცეთ რული ტექსტი არის კი? თუ შეიძლება ჟენიალი ასისტენტიც რო თქვათ რა. ჟენიალი ზოგადია, ეს არის assistant for clear language. ხო, ანუ ჟენიალ ასისტენტი ესე იგი. მე უკვე მაქვს გამზადებული პრომპტი, რომელიც შეგვიძლია ამ დავალებისთვის გამოვიყენოთ. როგორც ვთქვი, როგორ გამოვიზამე ხა და აბა ეს არის. გადმოგიგზავნი როგორ ხა და მოდი აბა მოვსინჯოთ, ხო? всё, ეხლა ჩვეულებრივად მართლა ირებ პრომპტს აჭმევ, მე გადიხარ შეკითხვებს, მე აყნევ full text. ყველაფერი გაქვს. ხო, full text-იც აქვს? როგორც? კაი, всё. ეხლა ნანა რას აკეთებს? ეხლა როგორ აჭმევს ჟენიალს თუ კი, მაგრამ ნანამ დაუხვა შეკითხვა მაგალითად როგორც რა. ჭმევის შემდეგ ის დასვავს შეკითხვებს და პირველ შეკითხვაზე ნანა გასცემს პასუხს და მეორე მესამე შეკითხვაზე უკვე ერთობლივად და ყველა შეკითხვას ჩვენ არ გავიგებთ მაინც რა. და თვითონ პრომპტი არის აქამდე, ხო ალბათ? შენ ხარ რო იწყება. ხო? ეს clear language აქ არის. ანუ ალბათ ეს არის პრომპტი და ეს არის ტექსტი. ეს პრომპტია. სულ პრომპტია, მაშინ ტექსტი არ მაქვს. ტექსტი როგორ არა გამო? ჯერ პრომპტი აჭამე და ტექსტი მაინც მე რეგჭირდება, ჯერ პრომპტი აჭამე, იმიტომ რომ იმას იწევს. ტექსტი პრომპტი არ არის, აი ესა პრომპტი. ეს გაფანტული სკლეროზი ქეთქი. კი. ეგ იგივე ტექსტია. დაიწყე ახლა ვეკ ხო, კი ბატონო. როლი. ოკეი. ახლა უნდა დასვას. შეიძლება გეკითხო, ეს ნუ. ესეც გვჭირდება და პირველი როლი. სიტყვა როლი. აბა ნახე. ახლა გამარჯობა.
აბა წავკითხე რასაც გიწესო, სწორედ ხო. გამარჯობა, მოხალ ვარ რომ დაგეხმარებით სამედიცინო ტექსტის გასაგებინებაზე გადმოტანაში, სანამ მუშაობას დავიწყებ, ჭირდება რამდენიმე დეტალის დაზუსტება, რათა შედეგი ზუსტად თქვენს საჭიროებებს მოერგოს. გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს. 1. წყარო ტექსტი. გთხოვთ ჩასვათ სამედიცინო ტექსტი, რომლის გარდაქმნაც გსურთ და მივუთითოთ რა ენაზეა იგი დაწერილი. ტექსტი მე მაგინდა? კი. ესე ფასად, ერთად კიდე გავიგე, ერთად ტექსტი მო. მე ვუთხრა? ხო, შევთხარი, ეს. მიდი ვითხარი. სამედიცინო ტექსტი მე მაგ შერჩეული გინდა? კი, გამომიგზავნე. აჰა. შემდეგ უნდა უპასუხოთ სამიზნე აუდიტორია, ვინ წაიკითხავს ამ ტექსტს, მაგალითად პაციენტი სამედიცინო განათლების გარეშე, ოჯახის წევრი, მედ და ოჯახის ექიმი, ხარდაზმული ადამიანი თუ სხვა. მისია რა არის ტექსტის საბოლოო მიზანი? რა უნდა გაიგოს ან გააკეთოს კითხულმა ამის წაკითხვის შემდეგ, მაგალითად წამის სწორად მიღება და ასე შემდეგ. დავალება უნდა ამ შემთხვევაში პასუხები ვთქვათ, ხო? ხო, ალბათ იმ ტექსტში არის პასუხები? თუ იქ უბრალოდ ის არის, რაც უნდა გამარტივდეს? ეს არის ის, რაც უნდა ჩავუსვათ, კი. ექვსივეზე პასუხი არ გვაქვს, ჩვენ უნდა მოვფიქროთ. კი. ხო, ნუ სამიზნე აუდიტორია, პაციენტები და ოჯახის წევრები, ხო, როგორც ვიცი. ხო. ეს არის, მოკლედ პირველზე პასუხი თვითონ ტექსტია. მეორე კითხვა ტექსტი. მეორე სამიზნე აუდიტორია, ვინ წაიკითხავს ტექსტს. თქვენ არ გვაქვს მეილზე ეს? კი, სამიზნე აუდიტორია. ვინ წაიკითხავს ამ ტექსტს, მაგალითად პაციენტი თუ მაგალითებში მოცემული აქვს პასუხები პაციენტის სამარტივი ტექსტი განათლების გარეშე ვინც არის და მისია რა? ალბათ ოჯახის წევრებიც ალბათ, ხო? პაციენტი ოჯახის წამლის სწორად მიღება. წამლის სწორად მიღება. მისია. ფორმატი როგორი სახით გსურთ საბოლოო ტექსტი, მაგალითად მოკლე აბზაცი, თეზისები, ნაბიჯ-ნაბიჯი ინსტრუქცია, კითხვა-პასუხის ფორმატით. ალბათ ნაბიჯ-ნაბიჯი ინსტრუქცია უფრო ესეთი იქნება სტრუქტურული და პაციენტისთვის ნაყოფი გასაგები უფრო. ნინო, უბრალოდ ვითხარი პაუზა ხოდეს და ნინო უბრალოდ ვითხარი ლევან ნინოზე დადექი, უბრალოდ ვითხარი ბაზა ისა რომ დაავადების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება. არის თავი ამოცანა. ეს არა ამ ფრაზას ამოწმებიში. აი ეს ფრაზა თქვი, უბრალოდ როგორც თავი ამოცანა არის დაავადების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება. ვისთვის პაციენტისთვის რაღაცა? პაციენტისთვის, ხო. და ოჯახის წევრისთვის. ოკეი? ტექსტის გამარტივების მთავარი მიზანი თავიდან პაუზით შეგვიძლია. ტექსტის გამარტივების მთავარი მიზანია პაციენტისთვის დაავადების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება. კი ბატონო. ლევან, ოფისზე გამოდი ისე, რომ არ გამოსათანე. და ბოლოს დაგვრჩა სამიზნე არა, მე-6-ს დაგვრჩა, მე-5 არის სამიზნე ენა, რომელ ენაზე უნდა მომზადდეს საბოლოო ტექსტი? ქართულ ენაზე. და დაგვრჩა 6 ტონი და შეზღუდვები. ესე იგი მეგობრული ტონი? ხო, ტონი როგორ შეიძლება? დამამშვიდებელი, ნეიტრალური, საგანგებო, გადაუდებელი. ხო, აბსოლუტურად მეგობრული ტონი ჯობია, ხო? მეგობრული არის საერთოდ ოფშენებში. დამამშვიდებელი მეგობრული. დამამშვიდებელი ცოტა აცდენს ინფორმაციას, მე არასწორს მიაწოდებს და ნეიტრალური არის ის, რაც ხო. ანუ ემოციურად არა გადატვირთული, ალბათ. არის თუ არა ტერმინები ან ფორმულირებები, რომელიც აუცილებლად უცვლელი უნდა დარჩეს. აი ტექსტშია ხო? წესით შეიძლება რამე დაავადების სახელი ან რაღაცა შეიძლება უცვლელი უნდა დარჩეს, არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ თუ თვითონ რაღაც შეცვალა თავისი. მე მგონი ძირითადად ამ key ფაქტები რაც არის დაავადების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია, რომ ხო, სწორად მიიღოს ინფორმაცია. არ უნდა დაიკარგოს და შეცდომაში შემყვანი არ იყოს ინფორმაცია. ან კონკრეტული ფაქტები შინაარსი და დაავადების სახელწოდება, ფორმულირება. გამარტივებული ენაზე. ან კონკრეტული ფაქტები დაავადების შესახებ არ უნდა შეიცვალოს და ძირითადი შინაარსიც უნდა დარჩეს ტერმინებს მამარტივებს. შინაარსი არ უნდა იყოს, უბრალოდ ტერმინები შეიძლება შეცვალოს.
მეგონი ეგა აჰა მივწერე დაველოდოთ შედეგს ჟენიალ ასისტენტი მგონი არ გიხსენებია ხო ასისტენტი თარგმანში ვახსენებ ხო voice-over-ს დავაყენებ და ყველგან ვათქვენე იმას რაც არ დავკაცდომების გასწორება კიდე კითხოს მისვას ხოთაშურის. აბა მიდი რა. ასე მარტივად ვერ გამოუძურებით რომ რა. რაც უფრო შეკითხვას უსავ კიდე სამი ვარიანტი შემოვთავაზა და რომელია თქვენთვის სასურველია. ვარიანტი აქვს სურთ რომ ეს ტექსტი გადავაკეთო საინფორმაციო მასალად პაციენტისა და ოჯახისთვის. რა არის გაფანტული სკლეროზი და როგორ მოქმედებს ცხოვრებაზე? ეს ერთი ვარიანტი. მეორე. გაქვთ კონკრეტული წამლის ინფორმაცია, მაგალითად წამსახელი, დოზა, მიღების სიხშირე, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ, მომაწოდოთ. ამ შემთხვევაში შევქნა ბიჟების თქვა, სხვა რამ გაქვთ ხედავაში არა. პირველი ალბათ დაიბნა რომ შეიძლება რადგან მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ და მოხმარები ქონდა, მე უკვე დააზუსტა კონკრეტულად რა. ან ჩვენ მისია ვუთხარით, მგონი არასწორად რომ წამლის სწორი მიღება არის უკვე მისია და იმიტომ რომ წამალს ხო არ დამიკონკრეტებდიო, ხო? მოგეთ. კი, დაიწყო წერა და ძალიან რა დაჭირდა, ძალიან სწრაფად დაიწყო ესე, ხო? იმიტომ რომ კი. სულ რამდენიმე წამში. ანუ დაკო ესეთ პუნქტებად რა არის გაფანტული სკლეროზი? ეხლა რომ შეგვახედოს ჩვენ ბოდიში, თან რომ შეგვახედოს, რომ უკვე შედეგი დაიდო და გვაჩვენოს. როგორი კარგი სტრუქტურით აუწყია. ძალიან მარტივად ესე იგი სათაური ნაბიჯ როგორც პუნქტი რა არის გაფანტული სკლეროზი ზოგადად ვის ემართება ასაკევით ან ეს გააბოლდა საჭირო ეზენი როგორ მოქმედებს ცხოვრებაზე ოჯახის წევრების როლი ცხოვრების ხარისხის შეფასება რა უნდა იცოდეთ შენი ეს всё მეგონი აქ დამთავრდა და ეს უკვე ჩვენ გვაქვს და შენიშნეს რეკომენდაციები ან საინფორმაციო ფურცლის ფორმატი ბროშურის მსგავსად რომ აი ის მოგცა მაშინ მეგონი ქეთიმაც რო ახსენა რომ რა შეცვალა რომ სტატისტიკა გვაჩვენა ხო შესაძლებლად ერთი წამი გააგზავნეთ ამის გაცნობა და ჩვენ იქიდან გადავთვლევთ აქედან გადმოვიდეთ სერვისზე საინტერესოა თუ შეუძლია რაღაც დიზაინის დაფორმატება თან აი როგორც აქვს მოცემული გაურჯებული და ის რომ დაახლოებით ეგეთი პირდაპირ ამოსადაჭრი ვერსია რა იყოს დიზაინში გამზადებული საინფორმაციო ბროშურა რომ მოგვაწოდოს ანუ იდეაში მისია შესრულებულია და შევადარებთ უკვე A ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგს B ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგს, მაგრამ ეხა უკვე ისეთ იმაში შევედით, რომ კიდევ უფრო გამოჯობესების საშუალება თუ გვაქვს, რომ საინფორმაციო პროცესში აღარ ვაგრძელებთ, მაგრამ შეგვიძლია რა გავაკეთოთ, იცით, ნებისმიერ ინა შეგადაწყვეტე მინდა რომ ეს იდეა თქვას და უთხარი, სიტყვებია ისეთ, რომ მოდი უბრალოდ მთლიან ტექსტს სანამ ნახავთ, პირველი აბზაცი არის ყოველთვის მნიშვნელოვანი და მოდი ნახოთ პირველი აბზაცი რომელიც ჩვენ მივეცით რა იყო და პირველი აბზაცი რომელიც თვითონ დაგვიწერა რა არის. თუმცა ამას ორი აბზაცი შევადაროთ. მანო, თქვას ეგ იმიტომ რომ დაავადებაზე და იმასე. მან წაიკითხო და შენ წაიკითხე შენი არის დაწერილი აბზაცი. всё, მუშაობთ, მიდი. შენ დაავალე ნანას რომ ნანა, მოდი შევადაროთ ეს. მოდი შევადაროთ ეს, კაი, მუშაობ. კარგი, ნანა, მოდი აბა შევადაროთ პირველი აბზაცი როგორია იმ საწყისი ტექსტის, რაც მივეცით და რა დაგვიწერა ჟენიალმა, იმიტომ რომ ეს პირველი აბზაცი განსაკუთრებით ესე იგი რეფერენს ტექსტში პირველი აბზაცი შენ შეგიძლია რომ ჟენიალ ასისტენტმა დაწერა ინიციალური ტექსტი რეფერენს ტექსტში პირველი აბზაცი ფორმულირებული არის შემდეგნაირად გაფანტული სკლეროზი არის ქრონიკული პროგრესირებადი ანთებითი აუტოიმუნური დაავადება მულტიფაქტორული ეტიოლოგიით, რომელიც მოიცავს
გენეტიკურ წინასწარ-განწყობას, გარემო ფაქტორების ზემოქმედებას და პოტენციურ ვირუსულ ტრიგერებს. იგი ხასიათდება იმუნური უჯრედების დისრეგულირებადი აქტივაციით, რაც იწვევს ანთებას და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებული მიელინის გარსის დაზიანებას. აი, აბა მოდი ვნახოთ, როგორ დაგვიწერა ჟენიალ ასისტენტმა. რა არის გაფანტული სკლეროზი? გაფანტული სკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის ნერვებს აზიანებს. ჩვენი ნერვული ბოჭკოები დაფარულია დამცავი გარსით, რომელსაც მიელინი ჰქვია. წარმოიდგინეთ, როგორც ელექტროგაყვანილობის იზოლაცია, რა საინტერესო შედარებაა გაკეთებული. გაფანტული სკლეროზის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით თავის საკუთარ მიელინს უტევს და აზიანებს. ამის გამო ნერვული სიგნალები ვეღარ გადაეცემა გამართულად. მოკლედ და ძალიან გამართული. შინაარსობრივადაც გამართული არის, ასახავს არსს, რაც არის დაავადების. და ძალიან კარგი შედარებებითაა გაკეთებული. მორჩით. მადლობა. წავედით. ნინო, ეხლა შენ უნდა ჩაგწერო ცალკე, აი აქვე ფონზე იგეს ფერზე არის სიტეონ ინტერვიუ, просто კლიმატი მოვიდანოთ რა. ოჩა, სკული პირდაპირ მარტივ პასუხს შეკითხვაზე შენი მოლოდინი და შედეგი. აი ეს ჩემი მოლოდინი იყო, ან შედეგი ექსპერიმენტის შედეგმა ჩემს მოლოდინს გადააჭრა. ოკეი. თავიდან დამიცი. ექსპერიმენტის შედეგმა ჩემს მოლოდინს ამ წინადადებით დაიწყება გაგრძელება. ექსპერიმენტის შედეგმა უყურებლებას. ექსპერიმენტის შედეგმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. რატო? ვაგრძელებ? კი. ოკეი. თავიდან. კი. ექსპერიმენტის შედეგმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. ველოდი რომ ტექსტი გამარტივებული იქნებოდა, მაგრამ ზუსტად ესე მორგებული პაციენტისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია, როგორც სტრუქტურულადაც ჟენიალმა ასისტენტმა ჩამოგვეყალიბა, ნამდვილად არ ველოდი. რა არის ძალიან რას მოლოდინი? მოულოდნელი იყო ზუსტად პაციენტზე მორგებული wording-ით, შემიძლია wording-ით. wording და ქართულად, ხო? მოულოდნელი იყო პირველი ის, რომ ქართულად ესეთი გამართული ტექსტი მოგვაწოდა და ტექსტის შინაარსი იყო მორგებული პაციენტის ინტერესებს მარტივი გასაგები ენით მოწოდებული ინფორმაცია. 3-2-1 კამერას ჩვენ მაგალითად, მადლობა. მიკროფონი დავიტოვე. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვატარებთ ექსპერიმენტს, პირველ წელადრო შენ უნდა დაანჩენი გენები. წავიდე. ოკეი. გოგოებო, მეგობრებო. მე არა, ჯო. კიდე ხასენებია. კაი. გოგოებო, ჩვენ ახლა ვატარებთ ექსპერიმენტს, როგორ გამოვიყენოთ ჟენიალი ჩვენი ახალი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან მოგვაწოდა და ნუ გაიპარა. ჩვენი მიზანი არის დღეს რომ დავტესტოთ, როგორ შეუძლია ძალიან რთული ტექსტი და ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ სამედიცინო ტექსტს, გაგვიმარტივოს და მოგცეს ის ვერსია, რომელიც პაციენტებისთვის იქნება ძალიან გასაგები. ამისთვის კეთი მოგვაწოდა ძალიან საინტერესო ტექსტი, რომელიც გაფანტულ სკლეროზს ეხება და მოდით ახლა ერთად დავტესტოთ, რომ ეს ტექსტი ავტვირთოთ ჟენიალში და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს და რამდენად გასაგები იქნება ეს პაციენტებისთვის. ჩავაკოპიროთ. კაი. ლოვა. კიდე ცოტა და მე უკვე კამერაზე ჩავწერ. და ცოტა რაღაც კი ბატონო. ანუ რეალურად ჩავაკოპიროთ ალბათ პირდაპირ ჯობია, ხო? კი, ავიღოთ ეს ტექსტი. მე მგონია რომ მთლიანად. კაი, მაშინ. ვინ გასცეს ჟენიალს? ვინ იქნება საკონტაქტო პირი ჟენიალს? კი ბატონო, ვინ ვიყავთ? მე არ უნდა ვიყავ. ოკეი. მე დიჯუ. ვინ? აბა ვნახოთ ჯუკასთან გავხსნათ და ჯუკ ჩატვირთე. ჯერ არ დააჭირო არაფერს, უბრალოდ ისა. კადრებს კრიფოს ბატონია, მაგრამ მართლა რომ გავუშვებ და გადაიღოს გაშურის მომენტი. ნინო, თქვენ უბრალოდ უყურე ჯუგასებას და ვეგეტებს და ვისმინეთ. კი ბატონო, ისმენ. ჩვენ ახლა რომ ჩავწეთ კადრების სამობას, მე რა მინდა რომ გააკეთო და შემდეგი. რო თქვა რომ ვატარებთ ექსპერიმენტს, ორი გუნდი ვართ. ორი გუნდი ვართ. უნდა სამართლე, მაგრამ მეორე გუნდის სამოცანა თუ ინსტრუქცია დაწეროს, როგორც უნდა იწეროს ინსტრუქცია ხელოვნური ინტელექტისთვის და ჩვენ ამოცანა ეს ორი შედეგი შევატაროთ. ანუ ეხლა შეიძლება მარტივად უთხრათ, რომ ეს ტექსტი გახადოს პაციენტისთვის გასაგებად. აბა როგორ უთხრა? და
გასწავლ ბატონ ლევანს. იმაშოზე სასწაულში კაცი ვერ გაგაჩერდა. ეხლა სასწაულში გამგერო. მოწყვეტი ვარ ძალიან. რატო? ესეთი მოკრძალები კამერის წინაშე. ისე პრომპტის წერასაც თავისი ცოდნა სჭირდება, ხო? რა თქმა უნდა. ქართულად თქვენ სწორად აღნიშნეთ რა დაარქვით? ინსტრუქცია. ხო, რეალურად. საინტერესო სიტყვა. მაგრამ ის არა ქვია. ჩემი პრაქტიკა არის ესეთი, თუ რაღაცა მჭირდება, თუ რაღაცაზე მუშაობ, გრაფიკულზე მაგალითად ან დიზაინზე, თავიდან ვეუბნები იმის რომ დამწერე პრომპტი იმისთვის რომ მივიღო ეს შედეგი და ადაში პრომპტსაც აწერინე. აუცილებლად, აბა მაგალითად მომეწონა რომ გაეროს ან დაოსის ბიზნეს ფორმის პრეზენტაციის ლეაუთი მომეწონა. ეს სასწაული გააკეთეს დიდ ინდუსტრიებმა, რა უნდა გაიქცეს 30-თან. მომწონს ლეაუთი. ვეუბნები გაეცანა იმას რეპორტს, პრეზენტაციას და დამიწერე პრომპტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს მისცემს ზუსტ დავალებას, რომ ჩემი ტექსტი ესეთი ის გაიგოს. ანუ პრომპტი ისეთ რაღაცებს ესო, აი პროსტა გონია ეგეთ დონეზე რა თქმა უნდა. ეხლა შეიძლება რაღაცა ის არის საქმე გამოვიდა. cloud-ზე არა, Gemini-სთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ cloud-ზე ანალიტიკისთვის ყველაზე ესე. დიეც კი შევადებ. ფასიანი ვერსია. ფასიანი ვერსია. Gemini უკეთესია ქართულად უკეთესად წერს. ბევრად. მაგრამ cloud-ი ფაქტიურად არის მთელი გუნდი. მაგრამ cloud ფასიანი. აი მაგრამ ფასიანი ყველაზე ეს. ფასიანიანი ორი ეტაპი გავიარე, იმდენად ბევრი რაღაცა შევაცვლებინე. არის რომ ერთ-ერთი გამოიწვია, ხვალ და ბებიაში. დავა იმუშა. გავიმისო. ჩემ მეგობარი არის ფლობელი რა ქვია, კავია. ხო. კინოთეატრში. კავიას ახალ საიტზე შეხვდა. გადაღება რაღაცა და ახალ საიტზე ეს გაკეთებული. საიტს აკეთებს უკვე AI. ახლა და კრალონი. და ბერონის ჩანაცოც გუში ვნახა ზუსტად AI. ძალიან დიდი ბოდიში. ჩემო ოჯახისწორებმა არიციან რომ არ ძალიან სიტყვა ზოგადად არიცია. კაი. ვერ ვასწავლე რა გავაკეთო. ძალიან გამოვურთე ბავშვ ტელეფონი. არა, ნუ ეხა ის რო გირეკავს, ესე კი რაღაცა უჭირს და ეს ვერ გავაგებინე რომ არ მეცე და გამოვურთე. ვერ ჩართვა დამავიზე მე რა. უი დამრჩა ტელეფონი. უი დამრჩენია. ჩემი საწყალი შვილები ვარც კი მირეკავენ კითხულობას. არა შეცამის ერთხელ დარეკოს ნადარეკოს. ალექსა მიცოდა დარეკვა შეწუხება რომ რაღაცა დედამამაც ადინე და ისიც აღარ აკეთებს. შეიძლება შეცადინე. Все, შეგვიძლია დავაღოთ flight mode-ზე. ის ეს მასახი კითხავენ. ოკეი. თუ ისაც მასე როგორ მოხდა ზარის გამოცემა? ერთად იგზენი. რა იგზენი? ახალული მქონდა აღარო. დავიწყო. მოიცი კორცი მოჩაიერეს. კორცელია აშკარა. არის რას პაკეტი თუ საკეთო? არის გახსნილი მქონდა. ჯენ ხო რა ნინო მომზადეთ პაუზა, აბშორებრივად ამოფრო ჩვენ ახლა ვაკეთებ ექსპერიმენტს, ექსპერიმენტს ჯენერალი გამოსნო, ჯგუფი აღავაკეთეთ ამან, ჯგუფი გააკეთეს ამას. ეხლა ჯგუფი აღმოსანა მოდელი ტექსტი ჩაგეთ და მარტივად ვთქვი. რა როგორ ვთქვით მარტივად? მე გითხრები, მარტივად, ყველაზე მარტივად როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ტექსტი გახადე გასაგები პაციენტისთვის. 3-2-1 დავიწყოთ. იმედი ხო გავაკეთოთ ექსპერიმენტი. მამა. გადავიდე. მე ძალიან მოვიდებული. როგორ გადაგაცო? კაი, მოდი ხახტო ახლა გავაკეთოთ. 3-2-1. გვეჭყობენი. არ 3-2-1 დაიწყო. მოდით ახლა გავაკეთოთ ექსპერიმენტი. მოდით ახლა გავაკეთოთ ექსპერიმენტი. ორი გუნდი ვიქნებით. ჩვენი გუნდის მიზანია, რომ მივცეთ დავალება ჟენიალს, ისე რომ მაქსიმალურად გამარტივებული ტექსტი მოგცეს. მეორე გუნდის დავალება კი იქნება ისეთი და მიზანი იქნება ის, რომ მისცეს ისეთი დავალება და ისეთი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად გამარტივებს ამ ტექსტს ჟენიალი. მე მგონი ვსინჯოთ ჩვენ ახლა ჯუკა, აბა თუ შეგიძლია რომ ატვირთო ეს ტექსტი და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ახლა გუნდს კითხე ნიოზაშინა. გუნდს კითხე რომ აბა ყველაზე მარტივად როგორ შეიძლება ვთქვათ კონკრეტის ნაკლები კონკრეტიტი ეს გამოვებო. როგორც რა შეიძლება ვთქვათ
general assistance ყველაზე მარტივად ნაკლები კონკრეტიკით, რომ გახადოს ტექსტი გასაგები პაციენტისთვის. ეს ჯერ კითხებუნს და მე გუნდის წევრებმა გითხრათ თავისი ვერსია. აი როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ვუთხრათ ყველაზე მარტივად ჟენიალს, რომ პაციენტისთვის გასაგებ ენაზე მოგვცეს ტექსტი. აი პირდაპირ მივუწეროთ ტექსტის ჩაკოპირების მერე, რომ გაამარტივე ტექსტი პაციენტისთვის, აი რაღაც ისე მარტივად. ყველაზე მარტივად. ხო, რას ფიქრობ, რომ განსხვავებულს რა პაციენტისთვის გასაგები რომ იყოს. ისა დოქტორს კიდე ერთხელ უცხოელი შეძე ხო ალბათ პაციენტს გასაგები რაც უთხარი იგივე რა რომ კამერა უკრავს ფიშორ მიდი უთხარი ნი და მე ვუძახოთ დოდოლოს უთხარი რაც უთხარი მიდი ალბათ პაციენტისთვის მიუთითოთ ასე რომ პაციენტისთვის გასაგები რომ არა ვერა ხო აბა რაც ნანახვა ეგრევე ჩავსვა არა მამა ფრაზა რასაც ამბობ დოდოლოს ეუბნები ხო აი რაც ნანახვა პაციენტისთვის გასაგები გახადე ეს ტექსტი ეგრევე ჩავსვა მუშაობ მიდი აი როგორც დანამაღნიშნა პაციენტისთვის გასაგები რომ იყოს ესეც ის რომ მიუთითოთ დავალება რომ მივცეს ასეთი ერთად კარგაიცე ლევანი როგორც კითხვის მიდი დააჭირე დააკოპირა ლევანის ინსტრუქციებს გაყავ ლევან აქედან იმუშავე რომ დაინახო კაი მიდი დაიწყე თან მითხარ ასე კაი მოდი ახლა დავაკოპირე ტექსტთან ეუბნები რა და ჩავსვე ჟენიალს წავიდე მუშაობ კარგი ახლა მაშინ გავხსნი მე გაჩის გამოგზავნილ ტექსტს დავაკოპირებ როგორ კოპირება და აი ხა მე დავაკოპირებ ამ ტექსტს და ჩავსვამ ჟენიალში. და მივუწერ მარტივ ინსტრუქციას. გამარტივეს ტექსტი პაციენტისთვის. გასაგები რომ იყოს. იყოს ესე პაციენტისთვის გასაგები ენაზე. ხო, მე მგონი ძალიან მარტივი დავალება. აბა გავუშვათ. და ნახოთ. ეხა ყველა შეგიძლია. ხო, ჯობერ შემოვაბრუნოთ. გაუზიარეთ კანი. ოკეი. ლევან, შენ უკან დადექი რომ ახლა ეს ჟენიალი რომ დაიწყებს წერას. პირით ეკრანს უკან. ვიცი, კაი ნახავს. ჯერ არ დავუწყე ფიქრობს შენ. ჩამოწიეთ ხო თან. არ ჩამხარ, იყავი. ვაი, შენ გენაცვალე, შენ შარი. ცოტათი. აი მივიღეთ რაღაც დეპარტამენტში ვის შეიძლება დაემართოს. მგონი გასაგებად. ჩამოდე ბოლომდე და კაი, ეხლა ვაკეთებ ეგეთ რაღაცას. ლო, მე ვეცხრა რა უნდა გავაკეთო, შენ გადაეცე მის მინუთ როგორ ჯობია. ნანა, შენ ამოფესკაც. მოდი. ტექსტის ხარისხი რო შევადარო. მოდი ესე ვქნა. მე წავიკითხავ, შენ ამბობ, მე წავიკითხავ. რაც მიეცეს იმ ტექსტის პირველ აბზაცს. და უკვე შენ წაიკითხე, მაგრამ პირველი აბზაცი რაც მოგცა. აი ეს უთხარი, რომ მოდი ახლა შევადაროთ ეს ისა. მე ამას ვუძა, მე მართლა გითხულობ აბზაცს, მე გითხულობ საფრთხეს. ოკეი, მუშაობ, ვიდი. აი საინტერესოა ხომ მოდი შევადაროთ ხო? მე წავიკითხავ პირველ აბზაცს და ნახოთ როგორი ტრანსფორმაცია მოახდინა ჟენიალმა, ხო? გაფანტული სკლეროზი არის ქრონიკული პროგრესირებადი ანთებითი აუტოიმუნური დაავადება მულტიფაქტორული ეტიოლოგიით, რომელიც მოიცავს გენეტიკურ წინასწარ-განწყობას, გარემო ფაქტორების ზემოქმედებას და პოტენციურ ვირუსულ ტრიგერებს. იგი ხასიათდება იმუნური უჯრედების დისრეგულირებული აქტივაციით, რაც იწვევს ანთებას და ცენტრალური ნერვულ სისტემაში ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებული მიელინის გარსის დაზიანებას. აბა ეს ფრაზა ნახოთ. ლევან, აქ ხარ გამოხვიდოდი, აქ ხარ გადაიდი, ჯუბანული ხო, ერთ წამი პოდიში.
ხო, მიდი. ნინო შენ უთხარი, დოდო შენ უთხარი, ჯუგასრო მოდი ახლა ალბათ, მიდი, წავიდი. აბა ვნახოთ როგორ გაგვიმარტივა ტექსტი ჟენიალმა. ანუ ამ შემთხვევაში წერა გაფანტული სკლეროზი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ფაქტები ამ მდგომარეობის შესახებ უფრო გასაგებ ენაზე. რა ხდება ორგანიზმში? ჩვენს ნერვებს აქვს დამცავი გარსი, რომელსაც მიელინი ჰქვია, ისევე როგორც ელექტროსადენებს აქვს იზოლაცია. გაფანტული სკლეროზის დროს იმუნური სისტემა შესდომით ესხმის თავს ამ გარს და აზიანებს მას. ამის გამო თავის ტვინსა და სხეულს შორის ნერვული სიგნალების გადაცემა ფერხდება. და შემდეგ მოდის ყვები შეიძლება დაიწყოს. Okay, so cut that. ой, რა კაკია. ნინო დონდო დარჩილი ვიცი რა კომენტარი. განავით ჩამწერდა всё. კი, ბატონო. მადლობა. დაიწყე წინადადება და მე შეიძლება გაგრძელე ამ ექსპერიმენტმა ჩემ მოლოდინს გადააჭარბა და მე გაგრძელე მე მიყურებ და მითხარ. მე მიყურებ ნიშნავს რომ მე კაცები ამ ექსპერიმენტმა ჩემ მოლოდინს გადააჭარბა იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში შესაძლებელია ძალიან რთული ტექსტის გამარტივება და ორ წამში გავიგო. ეხლა დაიცადე. მოძებ გავიგო. მიდი. თავი. წავიდნენ. ნახევარდღიანი ტრენი. ნახევარდღე იყო გათვლილი, კი. შენ დადიხარ ხალხი. ხალხი ზადა. ბოდიში მოგაცრა. კი ბატონო. გზაზე ვიყავი. არა, კი, ისე. მე არ ვიცი რა შედეგი ექნება მეორე გუნდს, რომელსაც რთული ინსტრუქცია უნდა გამოიყენოს, რთული პრომპტი. მაგრამ მე იმ მინიმალური პრომპტით რა შედეგიც მივიღებ, ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ეს შეგიძლიათ. და ძალიან კმაყოფილი ვარ ქართული ენით, გამართული ქართული ენით და იმ ფორმით, რა ფორმითაც გაამართება შინაარსი. ოკეი, მუშაობ, მითხარით ეს ყველაფერი. კი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, იმიტომ რომ ის შედეგი, რაც მივიღეთ ძალიან მოკლე დროში, იყო ძალიან კარგი. დავალება სწორად იქნა შესრულებული, ძალიან კარგი ქართული ენით და ძალიან კარგი გამარტივებული ფრაზებით. მე არ ვიცი რა შედეგს მიიღებს მეორე გუნდი, თუმცა ჩვენი გუნდის შემთხვევაში ის დავალება, რაც მიცემული იყო ჟენიალის მიმართ, იყო შესრულებული ბიბოდიალი. ის დავალება, რაც იყო მიცემული ჟენიალ ასისტენტის მიმართ, ძელი ასისტენტისთვის დაგვიბრუნდა ძალიან გამარტივებული ტექსტის. ის დავალება, რაც მიცემული იყო ჟენიალ ასისტენტისთვის, დაგვიბრუნდა ძალიან გამარტივებული ენის სახით. დაგვიბრუნდა ძალიან გამარტივებული ტექსტის სახით. ის დავალება, რაც მივეცი ჟენიალ ასისტენტს, დაგვიბრუნდა გამარტივებული ტექსტის სახით. ის დავალება, რაც ჩვენ მივეცით ჟენიალ ასისტენტს, დაგვიბრუნდა ძალიან გამარტივებული ტექსტის სახით. Так, ჩაწერილია. ლოგი, ჩავდივართ. Merci. მე ერთ წამს მარის ნახავ. გზად